გამარჯობა, ყველას მოგესალმებათ მაია დეიდა. ჩვენი ისტორიის სახელწოდება სამახსოვრო სიტყვები. სამახსოვრო მუხლი კი დაწერილია მეორე რჯულის მე-11 თავის მე-13 მუხლში, სადაც ვკითხულობთ: გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი და ემსახურეთ მას მთელი თქვენი გულით. დღევანდელი ისტორიით უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, როდესაც ვემორჩილებით მას. მეგობრებო, უთქვამთ თუ არა მშობლებს თქვენთვის მსგავსი რამ, არ დაგავიწყდეს ნაგვის გადაყრა, ან არ დაგავიწყდეს ძაღლის გამოკვება. ასეთი სიტყვებით ისინი ცდილობენ შეგახსენოთ, რომ აუცილებელია შეასრულოთ მათი მითითებები. მალე ისრაელიანები აღთქმულ მიწაზე უნდა შესულიყვნენ, თუმცა მოსეს გარეშე. რა შეიძლებოდა მოსეს მათთვის უკანასკნელად ეთქვა? მოდით გავიგოთ. მოსე ნაღვლიანად გაჰყურებდა მდინარე იორდანესა და აღთქმულ მიწას. უნდოდა ხალხთან ერთად შესულიყო იმ ქვეყანაში, მაგრამ როგორც ღმერთმა უთხრა, მხოლოდ შორიდან დაინახავდა აღთქმულ მიწას. მოსე ღმერთს შეევედრა, რომ იმ ქვეყანაში შესვლის უფლება მისთვისაც მიეცა, მაგრამ ღმერთმა გარკვევით უთხრა: კმარა, ამიერიდან ნუ ღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე. მოსე დაემორჩილა ღმერთის გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა მას ის აღელვებდა, თუ ვინ გახდებოდა მის ნაცვლად ისრაელიანთა წინამძღოლი, როდესაც აღთქმულ მიწაზე მათთან ერთად ვეღარ შევიდოდა. მოსემ ილოცა და შეევედრა ღმერთს, რომ მათთვის კარგი წინამძღოლი აერჩია. ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ იესო ნავეს ძე უხელმძღვანელებდა ხალხს. იესო ნავეს ძე აარონის სიკვდილის შემდეგ მოსეს გვერდით მსახურობდა. მოსემ იცოდა, რომ ის აღსავსე იყო სიბრძნითა და რწმენით, ასე რომ მან მოიწონა ღმერთის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ კი ღმერთს კიდევ ერთი დავალება ჰქონდა მოსესთვის. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხალხს 10 მცნება მიეცა სინაის მთაზე. ზრდასრულ ადამიანთა უმეტესობა იმ დროს პატარა იყო, ან დაბადებულიც კი არ იყო. ამიტომ შესაძლოა ბოლომდე ვერ იაზრებდნენ სინაის მთაზე მომხდარის მნიშვნელობას. ამიტომ ღმერთმა უბრძანა მოსეს, რომ კიდევ ერთხელ წარმოეთქვა რჯულის სიტყვები. ღმერთს სურდა, რომ მის ხალხს დაეცვა მცნებები, როდესაც ისინი ახალ მიწაზე დასახლდებოდნენ. სწორედ ამიტომ მოსემ შეკრიბა ხალხი. მან არ იცოდა, რომ მისი სახე ასხივებდა ღმერთთან ლაპარაკის გამო. მისი ბრძნული და ნათელი თვალები მიპყრობილი იყო მის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანისკენ. ეს მისი უკანასკნელი მიმართვა იყო. მან დიდი ემოციებით გაიხსენა მათი ისტორია. ისინი მონები იყვნენ ეგვიპტეში, თუმცა ღმერთმა დაიხსნა ისინი. მოსემ ხალხს გაახსენა ის დიდებული სასწაულები, რომელიც ღმერთმა მათთვის მოიმოქმედა. გაახსენა, როგორ გადალახეს წითელი ზღვა, ხოლო უდაბნოში სიარულის დროს ღმერთმა ისინი წყლითა და საკვებით უზრუნველყო. ღმერთი მათ ღრუბლისა და ცეცხლის სვეტის სახით წინ მიუძღოდა. მოსემ ასევე გაიხსენა ცოდვები მათი მშობლებისა, რომლებიც გზადაგზა ბუზღუნებდნენ და ეთაყვანებოდნენ კერპებს. შეახსენა უდაბნოში 40 წლიანი ხეტიალის შესახებ, სანამ ისინი ქანაანის მიწაზე შევიდოდნენ. ისაუბრა ღვთის დიდ მოთმინებასა და სიყვარულზე მათ მიმართ, მის მოწყალებასა და მადლზე. მან თქვა, რომ ღვთის დადგენილებები უფრო ბრძნულია, ვიდრე სხვა ერების წესები. ამიტომ ისინი უნდა იყვნენ მაგალითნი სხვა ერებისთვის და ილაპარაკონ ღვთის დიდებულ საქმეებზე. შემდეგ მოსემ კვლავ ისაუბრა ღმერთის მცნებების შესახებ, რათა მათ არ დაევიწყებინათ და არ დაშორებოდნენ ღმერთს. მათ შეახსენა იმ საოცარი კურთხევების შესახებ, რომელსაც ისინი მიიღებდნენ, თუ კი ღვთის ერთგულნი დარჩებოდნენ. აი ის კურთხევები: საკმარისი საკვები, ოჯახთა ბედნიერება, კარგი წინამძღოლები, მტრებისგან დაცვა და ასე შემდეგ. თუმცა მოსემ ილაპარაკა წყევლაზეც. თქვა, რომ ისინი დაკარგავდნენ მიწას, თუ არ დაემორჩილებოდნენ ღმერთს. მათ არ ექნებოდათ მშვიდობა და უსაფრთხოება და იცხოვრებდნენ შიშში, წუხარებასა და სნეულებებში. მოსეს გალობა დასასრულს მიუახლოვდა. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მეორე რჯულის 32 თავი, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ გამოავლინა ღმერთმა თავისი სიყვარული წარსულში. ასევე მასში ნაჩვენებია მომავალი მოვლენები და ქრისტეს საბოლოო გამარჯვება მისი მეორედ მოსვლის შემდეგ. მოსემ თქვა: უბრძანეთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა,
რადგან ეს არ არის ფუჭი სიტყვა თქვენთვის, არამედ ეს არის თქვენი სიცოცხლე. ისრაელიანებს უნდა დაემახსოვრებინათ ეს საგალობელი და ესწავლებინათ შვილებისთვისაც. ეს მათ დაეხმარებოდათ იმის გახსენებაში, რაც მათთვის გააკეთა ღმერთმა. ხალხთან მიმართვის შემდეგ მოსე ავიდა ნებოს მთაზე. იქ მან კიდევ ერთხელ გახედა აღთქმულ მიწას და მოკვდა მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.